მოქალაქეები შეიკრიბნენ გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალთან პატრიარქის ოჯახებს და დაღუპულ გმირებს მათ ყოლას უკეთიეს ცეცხლსფერი გულსაბნელები სიმბოლო მათი მხარდაჭერისა და იმ დიდი ტრაგედიისა, რომელიც აგვისტოს ომის სახელით ვიცნობთ. როგორც ცნობილია, 7 აგვისტოს რუსეთის სამხედროები შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც მოგვიანებით მოყვა ცხინვალის რეგიონის დაკარგვა. ახლა ერთობლივი მსვლელობით გმირთა მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მოქალაქეები ხარდამჭერ მსვლელობას მართავენ და მიემართებიან გზად ისინი სხვადასხვა შეძახილებით, საპროტესტო ფრაზებით, ბანერებით კიდევ ერთხელ ამბობენ თავიანთ სათქმელს, რომ არასდროს იქნებიან რუსეთის ნაწილი, რომ ისინი არ ივიწყებენ იმას, რაც რუსეთის იმპერია მათ ასობით წლის განმავლობაში გამართა. ყველა გმირი, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე არის უხდავი, ვინც დაიღუპა რუსეთთან ომის დროს 2008 წელს და ბუნებრივია არამარტო 2008 წელს მანამდე საფხაზეთ შაშიძე სკოლა. მოქალაქეებმა სამშაბი დაანთეს გმირთა მემორიალთან პატრიარქის დაღუპულთა სულებს საპროტესტო წარმოთქვისაზე ლოცვა და დაიფიცეს, რომ არ დაივიწყებენ ამ დაღუპულთა გმირების სოვნას და იბრძოლებენ იმავე ღირებულებების შესახებ. ამდენი ასეულობით ჩრდილოეთ მოქალაქე და ბუნებრივია სამხედროები დაიღუპნენ და შეეწირნენ, ვისაც შეეწირა ამდენი ადამიანი. ისინი გააგრძელებენ მათი 8 წლისთვის ბრძოლას. დღეს არის უწყოდი პროტესტის 253 დღე. ჯგუფში პირველი სინდისის პატიმარი გათავისუფლდა და გამართლდა ის სასამართლოს შენობიდანვე გაათავისუფლეს გიორგი ახობაძეს გულისხმობ, რომელსაც ნარკოდანაშაულში სდებდნენ ბრალს, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებების არის ეკმარის მტკიცებულებების გამო ის ადგილიდან და სასამართლოს შენობიდან გაათავისუფლა და გამართლებულად ცნო. გიორგი ახობაძე მაშინვე შეუერთდა საპროტესტო აქციას, მოეწყო მსვლელობა გუშინ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გუშინ 2 საათზე მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა, თუმცა დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა 2 წლიანი პატიმრობა. სწორედ ამის გამო თბილისში ფილარმონიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები და გამართეს საპროტესტო მსვლელობას, რომელსაც მოგვიანებით სულ ცოტახნით ადრე გათავისუფლებული პირველი სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე შეუერთდა. გიორგი ახობაძის დანახვას, რა თქმა უნდა, მოყვა ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ყველა საქციებზე. ამდენი წლის განმავლობაში დგას, ეს იყო ყველასთვის, ეს იყო და არის თავის მოწოდებაზე, რომელიც გიორგი ახობაძე გავრცელა მას შემდეგ, რაც დატოვა სასამართლო შენობა, იყო ის, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილი არის, რომ ის რაოდენობა ხალხისა, პროტესტის მონაწილეებისა, რომელიც იყო ნოემბერში, როდესაც 100,000 ადამიანი გამოდიოდა გარეთ და გამოხატავდა თავის პროტესტს და დამოკიდებულებას, ისევ დაუბრუნდეს ქუჩებს. ვინაიდან მისი თქმით სირცხვილია, რომ იმ რაოდენობის ადამიანზე გადადის ამხელა ბრძოლა, რომელიც ყოველ დღე რუსთაველის ქუჩებს კეტავს. საქართველოს დროშებით და ტიტებით გულზე მიუყვებიან ახლა მოქალაქეები პარლამენტის მიმართულებით ქუჩებს. მოგეხსენებათ დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე 20-ზე მეტი სოფელი
მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ ქვეყანაში თავიანთ მოქალაქეებთან კომუნიკაციას. დღემდე გრძელდება რუსეთის მხრიდან ცოცხალ ოკუპაცია, რომელსაც მარშის მონაწილეები არ ეპოვებიან და გმობენ. ახლა რუსთაველის ცენტრალური გამზირი გადაკეტილია. მანქანების მიმოსვლა, ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია. შეგახსენებთ ასე, რომ დღეს პირველ საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მასწავლებლის სინდისის პატიმრის ნინო დათაშვილის სასამართლოს ხდომა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ უპირებდნენ და ახლაც განიხილება მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მისივე ნებართვის გარეშე, რასაც როგორც საერთაშორისო ის ადგილობრივი ორგანიზაციები თუ წარმომადგენლები აღნიშნავენ, არის რეპრესიული მიდგომა და ეს არის დევნის მექანიზმი, საბჭოური დევნის მექანიზმი, სამწუხაროდ მართველი პარტია ქართული ოცნება სავარაუდოდ განსხვავებული აზრის და პროტესტის ჩასახშობად მიმართავს. სიმღერა, რომელიც მან დაუკრა კინოჩვენებების დროს ერთ-ერთ საპროტესტო საღამოზე, როდესაც პატიმრების დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყო პირველი გიმნაზიის შენობასთან. ერთ-ერთ საპროტესტო ჰიმნად იქცა ის სიმღერა. მარიზი ყობახელდა თორნიკე გოშაძის დედა დროშით ხელში მიუყვება მსვლელობას. მასთან ერთად სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც არიან მსვლელობაში, არიან პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. გვერდიდან პოლიციის ორდონი მოყვება, ასე რომ ვთქვათ. რომელიც ფორში საოკუპაციო ხასიანებს გამართავს მოქალაქეებმა შეუძლია ახალგან ახალ რამდენიმე ათეული მოქალაქე ფოლკლორ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ისე მიუყვებიან მსვლელობას დროშით და საპროტესტო შეძახილებით. აი დღეს როგორც უკვე გითხარით, გორში საოკუპაციო ხასიანაც გაიმართა მოქალაქეების მსვლელობა. თბილისიდან აქტივისტები ჩავიდნენ, მათ შორის იყვნენ ადგილობრივებიც. საოკუპაციო ხაზთან შეიკრიბნენ ისინი, გაშალეს საქართველოს დროშები და მოუწოდეს კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არ დაემონება რუსეთს და რომ ყველა ის გმირი, რომელიც დაიღუპა აგვისტოს ომის დროს, არ იქნება დავიწყებული. აი როგორც ხედავთ,
ერთ ხაზად თოკით ერთმანეთთან გადაბმულები მიუყვებიან სვლელობას მოქალაქეები. ასევე 5 საათზე გაიმართა აქცია გორში. სახელწოდებით საქართველოს ნაუმარი ქვეყანა არ მოუხდის ბოდიშს რუსეთს. იქაც შეიკრიბნენ ადგილობრივი მოქალაქეები თბილისელ აქტივისტებთან ერთად. და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. გიორგი ანწუხელიძის ბანერებით და დროშებითაც ხედავს მოქალაქეებს. ათასობით ადამიანი არის დღეს ქუჩაში გამოსული, რომ კიდევ ერთხელ უთხრას მართლ პარტიას, რუსეთს, რომ ისინი არასდროს დაემონებიან არც რუსეთს და არც მმართველობას, რომელსაც 70-მდე პატიმარი ყავს უკანონოდ გამომწყდეული და რომელიც არალეგიტიმურად რჩება ხელისუფლებაში. სულ ცოტა ხანში შეუერთდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს. ქვეყნის მთავარი გამზირი უკვე გადაკეტილია, ადგილზეც არიან შეკრებილი მოქალაქეები. მოგეხსენებათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არის პროტესტის უცვლელი ლოკაცია, სადაც უკვე 253 დღე არის მოქალაქეები უწყვეტად ყოველდღე იკრიბებიან და აჟღერებენ თავისი პროტესტის მთავარ მიზეზებს, რაც არის არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომა და ყველა პოლიტპატიმარის გათავისუფლება. მე დროებით დაგამშვიდობებით, ნახვამდის.